დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება. შეხვედრაზე ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ უზრუნველყონ უკრაინის დაფინანსება 2026-27 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებებისთვის. ასევე იმსჯელებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და მშვიდობის მიღწევის დიპლომატიურ ძალისხმევაზე. სამიტზე განხილვის საგანი იქნება კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ევროსაბჭოში საქართველოზე მიღებული დასკვნა, რომელსაც მხარი მხოლოდ 26-მა ქვეყანამ დაუჭირა შეფასებების თემაა თბილისში. დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის სახელით გამოქვეყნდა, რადგან ტექსტს მხარი არ დაუჭირა უნგრეთმა. დასკვნაში ბრიუსელი ხაზს უსვამს დემოკრატიულ უკუსვლას და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ჩიხში შესვლას. მოთხოვნილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლება, რეპრესიებად შეფასებული კანონების გაუქმება და აგრესიული რიტორიკის შეცვლა ევროკავშირის მიმართ. ქართული მხარე გამაფრთხილებელ გზავნილებს იღებს ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმზე იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭო ხაზგასმით გააკეთა და მიჯნავს ერთმანეთსგან ქართული ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქართული ოცნების ნაბიჯებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქართული ოცნება თავისი პოლიტიკური ნაბიჯებით შორდება არა მხოლოდ შორდება, არამედ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო ევროსაბჭო აღიარებს ქართული ხალხის მისწრაფებებს ჩვენი ეროვნული ინტერესისათვის. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ითხოვენ, რომ სრულ შესაბამისობაში მოვიდეთ რუსეთის და ბელარუსის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე. ანუ დაუწესოთ სანქციები რუსეთს და ბელარუსს. პირველი, მეორე, გვიკრძალავენ საგარეო პოლიტიკის ისე წარმოებას, რომელიც არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. გაირო შესაძლოა განიხილებოდა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია, საქართველოს მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ რეზოლუციის ტექსტს და არა იმ ტექსტს, რომელსაც ევროკავშირი უჭერდა მხარს. აი ამას გვეუბნება დღეს დანიის მიერ გამოქვეყნებული ამ ტექსტით ევროპული საბჭოსი, რომ გვიკრძალავს, რომ ხარი დაგვეჭირა ამერიკული ვარიანტისთვის და არა ევროპული ვარიანტისთვის. ადამიანი, რომელიც საკუთარ ცოლს ყიდიდა და სექსუალურ ექსპლუატაციას აკეთებდა იმისთვის, რომ დაეშანტაჟებინა სხვები, აი ეს ამ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს დღეს ბრიუსელი. ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს აორგანიზებს და აწყობს, ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ, ეს არის მათი მორალი. დაგვანგრიეს თავზე მთელი პარლამენტის შენობა, წვავდნენ ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ადამიანები და ესენი უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის მათი მორალი. ამიტომ არის ეს კარგია საერთო ჯამში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება ჩავარდა ევროპულ საბჭოში, დანიამ, ასე ვთქვათ, დანიამ მაინც გამოაქვეყნა ეს ტექსტი, იმიტომ პირდაპირ ყველა პუნქტი, რაც ამ განცხადებაში არის, ეს არის ანტიქართული რიტორიკა, მათ შორის შიგნით ერთი და მეორე, ეს არის მავნებლობა საქართველოს მიმართ, ეს არის საქართველოს ბიძგება ესკალაციისკენ, დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ.